კლერმონი შეკრება ფიზმზადების კუთხით არ იქნება. უფრო სათამაშო ელემენტების დახვეწაზე იქნება ძირითადი ყურადღება და დასვენება აღდგენაზე, იმიტომ იმდენად ცოტა დრო გვაქვს ტურნირამდე ჩასასვლელად, რომ ფიზიკური კონდიციების გამოჯობესება აღარ მოხდება. აქ უბრალოდ რაც მივაღწიეთ იმ კონდიციების შენარჩუნება დახვეწა იქნება დანარჩენი ისეთი სხვა არაფერი. ეს შეკრება ახლა იქრო პროდუქტიული იქნება, გვექნება თამაში კლერმონის გუნდთან, ერთი ახლა რა ვიცი ინფორმაცია. მართვადი თამაში ერთ-ერთი კარგი, რომელიც ალბათ გვანახებს იმ ხარვეზებს, რაც გამოსასწორებელი და რასაც შეძლებთ, გამოვასწორებთ. ძირითადში გუნდი ალაგებულია და პატარ-პატარა რაღაცები რაც ჭირდება, ალბათ ეს ორი თამაში გვანახებს და იქნება კარგი რა. ახლა ჩვენ რაც გავიარეთ წინა წლები და რაც ვნახეთ ამ გუნდებთან, ვერ ვიტყვით რომ იოლად მოვიგე და იოლად გავედით, მაგრამ არ გავჭირვებია. და ახლა წლევანდელი გუნდი რა იქნება, ესენი ამზადებენ განსაკუთრებით პორტუგალიას, ვფიქრობ მე რომ პორტუგალიას ეყოლება ძლიერი გუნდი, რომელიც გასვლაც ინტერესია როგორც ამ ტურნირის მასპინძლის, ასე ორგანიზატორებისთვის ალბათ იქნება უფრო მეტად ძლიერი თამაში, მაგრამ მე ვფიქრობ რომ რუმინეთთანაც საკმაოდ რთული თამაში ვექნება. ახლა იქაც ახალი თაობა წამოვიდა. ისინი ვფიქრობენ რაღაც აღოს ჩავარდნა ხონა და ისე წამოსვლა დაიწყო მათი რაგბის და ალბათ ორივე თამაში რთული იქნება და საფრანგეთზე აღარ ვლაპარაკობ. იქამდე უნდა მივიდეთ, მაგრამ ჩვენ ახლა მაქსიმალურად ჩვენი მაქსიმუმია რომ ფინალის თამაში და იქ უკვე ვნახოთ რა. ბიჭები ამითი არიან და იციან რა ტვირთი გვაქვს აწეული და რა უნდა დავიჭიროთ და რა პრესტიჟი გვაქვს და რას უნდა გავუფრთხილდეთ და რას უნდა მოვეფეროთ და რა ვიცი ამ გაცდით და ამ განწყობით მივდივართ. ეს იმუშავებს ალბათ ეჭვარ მეპარება ეს ბიჭები შეძლებენ იმას რაც წინ გავაკეთე და გამეორება და თუ გაუმჯობესება არა გამეორებას ვიზავთ. დიახჯერს ძალიან დიდი პატივია საქართველოს 18 წლამდე ნაკრებში მოხვედრა იმის გათვალისწინებით რომ ინგლისში თამაშობდი და მაინც ვერ მოვასწარი დიდი ხანი ბიჭებთან შეთავსება და თამაში, მაგრამ ძალიან ვინდომებ, ვცდილობ და მე მგონი კარგად გამოდის ბიჭებმა ძალიან კარგად მითბილად მიმიღეს და რავი ძალიან კმაყოფილი ვარ და ძალიან დიდი პატივია ჩემთვის ამ ნაკრებში ყოფნა და თამაში. ძალიან საჭირო ტურნირი იყო ნამდვილად ეს ამ ნაკრებისთვის. ამ ტურნირ მოგცა ის რომ ჩვენ უკვე შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნები, როგორც მოთამაშეების მხრივ გამოცადეთ ყველა მოთამაშეები, ასევე გადავაფასოთ თავიდან და შევაფასოთ ჩვენი სათამაშო სისტემა. ტურნე კარგია რომ დავამთავრეთ მაჟორულ ნოტაზე ბოლო გამარჯვებით, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ გამარჯვება რომც არ ყოფილიყო, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო ეს ტურნე იმ კუთხით, რომ ეს ნაკრები განვითარდეს, შეთამაშდეს ერთმანეთთან და ესე ვთქვათ ოპტიმალურ ფორმაში შესვლაში დაგვეხმაროს ეს ტურნე. ჩვენი მიზანი არის რომ ოპტიმალურ ფორმაში ვიყოთ შესული უკვე მსოფლიო ჩემპიონატისთვის ივნისის დასაწყისში და ეს ტურნე ესე ვთქვათ ძალიან სასარგებლო იყო ეს ძალიან სასარგებლო მოსამზადებელი ეტაპი იყო ამ ნაკრებისთვის და ვფიქრობ რომ ეხლა კიდევ დავწდებით დასვენებულ თვალზე კიდევ ერთხელ გადავამოწმოთ შევიკრიბებით ერთი კვირა ეხლა დასვენება გვაქვს და ერთი კვირის შემდეგ გავაგრძელებთ უკვე ნაკრები ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობას კვირაში 2 დღე შევიკრიბებით ჯერჯერობით და აპრილიდან უკვე ესე ვთქვათ აპრილის მეორე კვირიდან უკვე გვაქვს სურვილი და მიზანია ესეთი რომ ნაკრების მოთამაშეები მთლიანად 100%-ით გადმოვიდნენ ნაკრების განკარგულებაში და ვიმუშაოთ უკვე იქ ინტენსიურად ნაკრების მოთამაშეებთან. სელექციის პროცესი დასრულდა იქიდან გამომდინარე რომ ამ ნაკრებში უკვე ვთქვათ ვისი გამოცდაც გვინდოდა ყველა გამოცადეთ ესე ვთქვათ და ამას ცოტა სიღრმისეული ანალიზი ჭირდება. ეს ნაკრები საინტერესოა იმ ნაკრებითაც რომ მიუხედავად იმისა რომ ზედა ახალგაზრდული ასაკობრივი ზღვარია
ამ ნაკრებში ამ ტურნირზე ყველაზე მეტი მოთამაშე იყო ახალი, რომელსაც არც ერთ ასაკობრივ ნაკრებში არ ჰქონდა მონაწილეობა მიღებული. ეხლა ეს რომ გავანალიზოთ, რას გვაძლევს ეს? ერთი ის რომ ჩვენ ყველა მოთამაშეს ვაძლევთ საშუალებას, ვინც კი პროგრესს განიცდის და ვისაც შევატყობთ, რომ თქვათ, იგი პოტენციურად შეიძლება ახალგაზრდულ ნაკრებში მოხდეს. ვეძახით, ესე ვთქვა და შესაძლებლობა ეძლევა მოხდეს ნაკრებში და ასეც მოხდა. რამოდენიმე მოთამაშე მოხდა 20-მდე ნაკრებში, ეს იყო მისთვის სიახლე, რა თქმა უნდა, არ ქონდა საერთაშორისო გამოცდილება. ეს საერთაშორისო გამოცდილება მისცემთ ამათ, რას მისცემთ ისევ იმას, რომ ეს მოთამაშეები დაბრუნდებიან საქართველოს შიდა ჩემპიონატზე და იმ შეძენილ თავის გამოცდილებას გაიზიარებენ და წარადგებათ საქართველოს ჩემპიონატში, რაც ასე ვთქვათ, ესეთი ტურნეები თუ იქნება სისტემატიურად, უფრო მეტი გამოცდილი მოთამაშე იქნება საერთაშორისო დონეზე საქართველოს ჩემპიონატში, რაც თავისთავად მე იმოქმედებს სათამაშო დონის ამაღლებაში შიდა ჩემპიონატში.